ერთი სწრაფი შეკითხვა სანამ დავიწყებთ. თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებდა ბრძოლაში, რომელშიც კაპიტანი ამერიკა შეებრძოლებოდა ტოპ პეიფონს? ვიდეოს დასასრულს ჩვენ ამ კითხვას პასუხს გავაცემთ. Whatever it takes. გამარჯობა, ეს გახლავთ გმირთა სამყარო, ჩემი სახელია სამარიდელი. დრო დადგა ვისაუბროთ ავატარზე. უკვე ჩვენთვის ჩვეული და უფრო ანალიტიკური კუთხით. როგორც მიხვდით, ეს ვიდეო გაერთიანებს ორ ფანთა ჯგუფს, მარველისა და ავატარის ფანთა ჯგუფებს. ჩვენ სახზე ორივე თემაზე მრავლად არის და იქნება ვიდეოები და თუ გსურთ არ გამოტოვოთ ისინი, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ახლა კი დავსვათ ვიდეოს მთავარი შეკითხვა. კითხვა ასეთია: ვიბრანიუმი რომ არსებობდა, შეიძლება თუ არა მეტალის მმართველი მის მართვას? და სხვადასხვა ელემენტის მართვას რომ შეიძლებოდეს. პირველ რიგში გავიაზროთ თუ რა არის მეტალის მართვა. ავატარის სამყაროში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა მართონ 4 ძირეული ელემენტიდან ერთ-ერთი. ეს ელემენტებია: წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი. და ასევე არსებობს ავატარი, რომელიც ერთი ყისმათა ვინმეა და 4 ელემენტის მართვის საშუალება აქვს. ყველა ამ ელემენტის ოსტატ შეუძლია ერთი ან მეტი ნაბიჯით განავითაროს მათი ოსტატობა და მართოს სხვადასხვა რამეები. მაგალითისთვის, წყლის მმართველს შეუძლია მართოს ყინული, რადგან ის მყარი წყალია, სისხლი, რადგან მისი დიდი ნაწილი წყალია და ჭაობის ხავსები, რადგან მასშიც ბევრი წყალია. ცეცხლის მმართველს შეუძლია მეხის სროლა და შესაბამისად ისინი იქნებოდნენ ადამიანები, ვინც იტყოდნენ სიტყვებს ой, მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე და პირდაპირ გაგებით. მიწის მმართველებს აქვთ უნარი მართონ მეტალი, ტალახი და ჩემთვის პირადად უსაყვარლესი რამ, ლავა. აი, ჰაერის მბრძანებლებს კი შეუძლიათ განარა შეუძლიათ ჰაერის მმართველებს მართონ ჰაერის გარდა. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. როგორც უკვე თქვით, მიწის მმართველებს შესწევთ უნარი მართონ მეტალი. უფრო სწორად კი ის მეტალები, რომელსაც აქვთ სხვადასხვა მიწის მინარევები. ტოპ პეიფონგი, ბოდიშით, მაგრამ ქართულში ფუასო არ გვაქვს, იყო პირველი, ვინც აღმოაჩინა, რომ რკინა შეიცავდა მიწასაც და შესაბამისად მან შეძლო ამ რკინის მოღუნვა და მახიდან თავის დაღწევა. ასეთია ძალიან მარტივად ახსნილი მეტალის მართვა. საინტერესოა თუ ზუსტად რას მართავენ მიწის მბრძანებლები, იმიტომ რომ სიტყვა მიწას არც კონკრეტული განმარტება აქვს. არსებობს თეორია, რომ მიწის მბრძანებლები სინამდვილეში მართავენ სილიკონს. მე-14 ელემენტს მენდელეევის პერიოდულობის ცხრილში. ცნობილია, რომ ეს ელემენტი მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე, ჟანგბადის შემდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ მიწის მმართველები ჟანგბადს არ მართავენ. შესაბამისად არ იქნება ურიგო ვივარაუდოთ, რომ ტოფი და სხვა მიწის მბრძანებლები სწორედ სილიკონს მართავენ სხვადასხვა მეტალებში და ამით ახერხებენ მეტალის მართვას. სილიკონი გვხვდება როგორც ქვეშაში, ისე ქვებში. ასევე გავიაზროთ, რომ ყველა მეტალის მართვა ტოპს არ შეუძლია, მაგალითად წმინდა პლატინის, რომელიც არ შეიცავს არანაირ მინარევებს. ანუ მეტალებში უნდა იყოს საკმარისი მიწის ნარევი, რომ ტოპმა შეძლოს მისი მართვა. I'm afraid you won't be able to metal bend that wall, Chief Beifong. It's solid platinum. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სუფთა პლატინის მართვა არ შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ ვიბრანიუმზე? The most versatile substance on the planet. And they used it to make a frisbee. დიდი ძიება არ ჭირდება იმის გაგებას, რომ ვიბრანიუმი არ არის ცალკე ელემენტი. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის მენდელეევის პერიოდულობის ცხრილში და რომც იყოს, მას ექნებოდა ყველაზე დიდი ატომური მასა და ესეთი ელემენტები, რომლებიც ასეთი ატომური მასას ატარებენ, არიან რადიოაქტიურები. ვიბრანიუმი კი არ არის რადიოაქტიური. ეს ნიშნავს, რომ ვიბრანიუმი უნდა იყოს შექმნილი ორი ან მეტი ელემენტის კომბინაციით. ცნობისთვის ბევრი ცნობილი მეტალი არის ნარევი. ფოლადი არის რკინისა და ნახშირბადის ნარევი. ბრინჯაო არის სპილენძისა და კალის ნარევი. რკინის კაცის ჯავშანი არის ოქროსა და ტიტანიუმის ნაზავი. Iron Man, that's kind of catchy. It's got a nice ring to it. I mean, it's not technically accurate to see it's a gold titanium alloy. თუ მარველი შექმნის ელემენტს ის უნდა იყოს რადიოაქტიური და ვიბრანიუმი არ არის რადიოაქტიური. მოკლედ ამ ვიდეოს მთავარი კითხვის პასუხი არის I don't care. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მარტივად თუ ვიტყვით, ვიბრანიუმის მართვა შეიძლება მეტალის მართვას, თუ მომდევნო სამი დებულებიდან ერთი მაინც იქნება სწორი. პირველი, თუ ვიბრანიუმის უცნობი ქიმიური ნაერთი შეიცავს იმ ელემენტს ან ელემენტებს, რომლებსაც მართავენ მიწის მბრძანებლები. მეორე, თუ თვითონ ვიბრანიუმი შეიცავს მინარევებს. და მესამე, თუ ვიბრანიუმი შეზავებულია რაიმე სხვა ელემენტთან, რომელიც შეიცავს მიწის მინარევებს. მარველის სერიაში დის აგენტებში არის საკანი, რომელიც დამზადებულია სილიკონ კარბიდისა და ვიბრანიუმის ნაზავით.
და თუ თეორია მიწის მართვაზე სიმართლეა, მაშინ ტოპი ამ სარკანს მარტივად მართავს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პასუხი კითხვაზე შეიძლება თუ არა მეტალის მმართველი ვიბრანიუმის მართვას, ეხლა შემდეგნაირი. კი თუ ის შეიცავს მინარევს, რომელიც მართვად შეუძლიათ მიწის ბრძანებლებს და არა თუ იგი წმინდა ვიბრანიუმია და თვითონ ვიბრანიუმი არ შეიცავს სილიკონს ან სხვა მსგავს ელემენტს. ვაკანაში კი როგორც ვთქვით, არ გაუჭირდებოდა წმინდა ვიბრანიუმის დამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპი ვერ შეძლებდა ჩალას კოსტუმის მართვას. მაგრამ რას ვეთქვით ვიდეოში დასმულ პირველ კითხვაზე? ვინ გაიმარჯვებდა ბრძოლაში, რომელიც კაპიტანი ამერიკა, ყველაზე გულადი შურისმაძიებელი თავისი მრგვალი ფარით დაუპირისპირდებოდა ყველაზე დიდებულ მიწისა და მეტალის მმართველს ისტორიაში. ალბათ მიხვდით, რომ ფარზე ყურადღება ტყუილად არ გამიმახვილებია. როგორც იცით, კაპიტანის ფარიც ვიბრანიუმისგან არის დამზადებული. ცხადია, ჩვენ არ ვიცით თვითონ ვიბრანიუმის ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ ვიცით, რომ როგორც კომიქსებში, ისე ფილმებში, კაპიტანის ფარი დამზადებულია სხვადასხვა ელემენტებისგან. კომიქსებში თვითონ ვიბრანიუმი ადამანტიუმის, ფოლადისა და უცნობი მესამე ელემენტის ნარევია. ფილმებში კი ვიბრანიუმისა და ფოლადის ნადავლია. დავანებოთ თავი ადამანტიუმსა და უცნობ მესამე ელემენტს და გამოვიხილოთ ყურადღება ფოლადზე. როგორც ცნობილია, სტივ როჯერსი გახდა კაპიტანი ამერიკა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ. ხოლო როცა კი უკვე გახდა კაპიტანი ამერიკა, მისი ფარი უკვე მზად იყო. ანუ მისი ფარი დამზადდა დაახლოებით 1940 ან 42 წელს, ან შესაძლოა უფრო ადრეც. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროისთვის ფოლადის უმეტესობა ამერიკაში არ იქნებოდა წმინდა და ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეორიულად შესაძლოა ტოპმა მართოს მისი ფარი და დაამარცხოს ჩვენი კაპიტანი ისე, რომ არ გამოიყენოს არაფერი გარდა მისივე საკუთარი ფარისა. რაღაც ამდაგვარად, ოღონდ აფეთქების განაგირად კაპიტანი უჰაერობით მოკვდებოდა. ან ობერინის ბედს გაიზიარებდა. და აი ასეთი იყო დღევანდელი ვიდეო. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრები ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და მივიღებ კრიტიკასაც, იმიტომ რომ შესაძლოა მეც ვწდებოდე. ოღონდ ქართული შრიფტით თუ შეიძლება. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ იგი. და თუ მოვალ ორშაბათსაც ნახავთ ახალ ავატარის ვიდეოს ჩვენს არხზე, ესე იგი ჩვენს არხზე მომავალში ეს დღე იქნება ავატარის დღე. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყურეთ და მალე გნახავთ ყველას. This is the fight of our lives. He's pretty good at that. Right? Avengers Endgame.